კრიფით საჯარო. ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს. ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. კრიფით საჯარო. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია და ეთერშია გადაცემა კრიფით საჯარო, მე მისი წამყვანი ქეთი სვანიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა შეეხება მემკვიდრეობითი სამართლის აქტუალურ საკითხებს და აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ადვოკატი ბატონი ზალ გორგიძე. მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისათვის. სამართლის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ გარდაცვლილი პირის ქონების მემკვიდრეებზე გადასვლის წესა და ფარგლებს, შეადგენენ სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს, რომელსაც მემკვიდრეობითი სამართალი ჰქვია. პირის მემკვიდრედ მოწვევა და სამკვიდროს მიღების უფლება კი არის მემკვიდრეობის უფლება, რომელიც თავისი ბუნებით კონსტიტუციური უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლში მოცემულია მემკვიდრეობის კანონმდებლობის ძირითადი დებულებები. კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილია მემკვიდრეობის უფლება, დაუშვებელია საკუთრების მემკვიდრეობით მიღების უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ეს დებულებები უდევს საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის მე-6 წიგნს მემკვიდრეობითი სამართალის კონკრეტულ სამართლებრივ ნორმებს. მემკვიდრეობითი სამართალი შეეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ვინაიდან პირის გარდაცვალების შემდეგ დგება საკითხი მისი ქონების მემკვიდრეთა შორის გაყოფისა. თითქმის ყოველთვის არსებობს დავა, თუ ვის რა წილი ეკუთვნის სამკვიდროდან, ან თუ ეკუთვნის საერთოდ. დავა მით უფრო მძაფრია, რაც უფრო დიდია მემკვიდრეობის ქონება. შესაბამისად, მსგავსი დავების არსებობისას საქმე უმეტეს შემთხვევებში გადაეცემა სასამართლოს, სადაც დავა ძირითადად მემკვიდრეობითი სამართლის მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად წყდება. საინტერესოა, ბატონ ზალ, არის თუ არა საზოგადოება სათანადოდ გარკვეული მემკვიდრეობით საკითხებში? მოგესალმებით, ქეთი, მივესალმები რადიო მსმენელებს. მართლაც საინტერესო თემაზე გვაქვს დღეს საუბარი და თქვენ შეკითხვებზე ვესწრები, რომ გავცე პასუხები, რაც თქვენთვის იქნება საინტერესო. საზოგადოებაში საერთოდ დაბალი არის სამართლებით ვიჩეგნება, მithumetes სამართლებრივი კულტურა და სწორედ ჩვენ იურისტები ვიხსვით იმისათვის, რომ დღითი დღე ამაღლდეს ეს საზოგადოებრივი ცნობიერება სამართლებრივი კუთხით. ის ფაქტი, რომ მემკვიდრეობის სამართლებრივ ნორმებსაც საზოგადოება კარგად არ იცნობს, ამის ნათელი მაგალითები ძალიან ბევრია ჩვენ საადვოკატო პრაქტიკიდან გამომდინარე. ჩვენ უამრავი მოქალაქე მოგვმართავს იურისტთა ასოციაციაში სამემკვიდრეო პრობლემებთან დაკავშირებით. როცა ოჯახის წევრებიც არსებობენ, რა თქმა უნდა, უფროსი თაობა, უმცროსი თაობა ოჯახში და სწორედ გარკვეული ამ თაობებს შორის ბრძოლას ვერ დაარქვებ, მაგრამ უფროსი თაობა სულ სხვა შეხედულებებს სამემკვიდრეო ნორმებთან დაკავშირებით და ცოტა ძველი შეხედულებით ხედავენ ამ ყოველივეს და ამიტომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული სამემკვიდრეო საკითხებთან დაკავშირებით. საინტერესოა, ანუ ეს სამემკვიდრეო სამართალის ისეთ საკითხებს მოიცავს, რომელიც ყველა საზოგადოებაში აქტუალური იყო. ნუ დღეს განსაკუთრებით არის ეს საკითხები აქტუალური და აი საქართველოში როდიდან განვითარდა ეს ინსტიტუტი და საიდან იღებს სათავეს, საინტერესოა. ქართული სამემკვიდრეო სამართლის ისტორიას როცა ვეხებით, აუცილებელია უპირველეს ყოვლისა შევეხოთ უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის ანდერძებს. რამოდენიმე ანდერძია აღმაშენებელს გაკეთებული და აქ ჩანს ნათელი მაგალითი სამემკვიდრეო სამართლისა. სამემკვიდრეო სამართლის საკითხებს ასევე არეგულირებს, თუ კი ისტორიას გადახედოთ, ბაგრატ კურაპალატის, გიორგი ბრწყინვალის სამართლის წიგნები, ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნები. საინტერესოა, რომ მე-18 საუკუნიდან ვახტანგის სამართლის წიგნიდან მის მიერ შედგენილი კრებული საინტერესო ცნობებს გვაძლევს სამემკვიდრეო სამართლის შესახებ. საერთოდ მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის შედგენილი ძეგლებია საქართველოს ჩვეულებითი ჯულის კანონი. თუ გადავხედავთ უკვე ჯავახიშვილის სამართლის ისტორიასაც, აქ ხვდებით, რომ სამემკვიდრეო სამართალი საქართველოში უკვე ფეხი მოიკიდა და გაჩნდა მე-19 საუკუნეებში. მემკვიდრეობითი სამართალი არსებობდა უკვე მე-7 საუკუნეში ისტორიული წყაროებით, მაგრამ მეცნიერებს სხვადასხვა აზრი აქვს ამაზე, როგორც ისტორიკებს, ასევე იურისტებს და ყველა მეცნიერი ერთ ფაქტზე თანხმდებიან, რომ მემკვიდრეობითი სამართალი საქართველოში განვითარდა ეს უკვე მე-7-მე-19 საუკუნეებში და ყველა ერთხმადაა შეთანხმებული იმაზე, რომ მემკვიდრეობითი სამართლის ნორმები ჩვენს წელთაღრიცხვამდეც კი არსებობდა.
ზალ საინტერესო ხა მივადექით თავად მემკვიდრეობას ეს ისტორიული საკითხი საქართველოში როგორ განვითარდა ასევე რომის სამართალში არსებობდა ეს საუკუნეების განმავლობაში მოდის და იხვეწება და აი სახე ხა რაც მიიღო და საერთოდ სოფლიოში რაც არის დამკვიდრებული შედარებით მოწესრიგებულია გაცილებით ვიდრე გასულ საუკუნეებში იყო აი ვინ არიან ეს მემკვიდრეები და რამდენი სახის მემკვიდრეობა არსებობს ანუ ზოგადად ხა საინტერესოა რადიო მსმენელებისათვის ძალიან რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილი არის დღეს მემკვიდრეობის სამართალი, მაშინ რაც ახალი სამოქალაქო კოდექსი იქნა 1997 წელს მიღებული ნორმება განიცადა გარკვეული ცვლილება და დახვეწილია. მოქმედი კანონმდებლობით დღესდღეობით საქართველოში არსებობს ორი სახის მემკვიდრეობა. პირველი ეს არის ანდერძით მემკვიდრეობა და მეორე კანონით მემკვიდრეობა. როდესაც საქმე ეხება კანონით მემკვიდრეობას, აქ ყველაფერი გარკვეულია. საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს კანონით მემკვიდრეთა 5 რიგს. კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის მიღების უფლებით სარგებლობენ თითოეულ რიგში გაერთიანებული მემკვიდრეები. საბჭოთა პერიოდში მოქმედი სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებდა კანონით მემკვიდრეთა მხოლოდ 2 რიგს. პირველ რიგში შედიოდნენ მეუღლე, შვილები და მშობლები, მეორე რიგში კი და-ძმები და პაპა-ბებიები. ზემოთ აღნიშნული კანონით მემკვიდრეთა 5-რიგიანი სისტემა ქართული კანონმდებლობისათვის საკმაოდ პროგრესული სიახლე იყო ეს 97 წელს და საქართველოს მოქმედ სამოქალაქო კოდექსში ასახულია 1336 მუხლში. დიახ. აი საინტერესოა ხა ზუსტად რო ვიცოდეთ რომ როდესაც არის ხშირად დავა მიდის მემკვიდრეობაზე ვინ არიან პირველი რიგის მემკვიდრეები ვინ არიან მეორე რიგის მემკვიდრეები და აი როგორ ხდება საერთოდ აი განაწილება შემდეგ ქონებს ანუ პირველი რიგის მემკვიდრეებს რა უპირატესობა აქვთ ამ შემთხვევაში მესმის გეთი გიპასუხებთ აღნიშნულზე რომ როგორც აღნიშნეთ არსებობს ორი სახის მემკვიდრეობა ერთი არის კანონით მემკვიდრეობა მეორე ანდერძით მემკვიდრეობა ამას შემდეგ გავშლით ახლა უფრო გარდაიცვალა მემკვიდრებელი და არა გვაქვს ანდერძი ანუ პირველი რიგის მემკვიდრეობა თითქლებიან მემკვიდრებლის მეუღლე შვილები მშობლები ნუ მათ შორის ნაშვილებიც მეორე რიგის მემკვიდრეობა თითქლებიან გარდაცვლილის დები, ძმები, მესამე რიგში ბებია და პაპა, მეოთხეში ბიძები, დეიდები, მამიდები, მეხუთე რიგში ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები და მათი შვილებიც. საინტერესოა, ანუ როდესაც საუბრობთ ამ თემაზე, ხა მემკვიდრეობაზე, ანდერძის თქვენ აღნიშნეთ კანონისმიერი მემკვიდრეობა და ანდერძისმიერი მემკვიდრეობა. აი, ანდერძი სამოქალაქო კოდექსის 1354 მუხლი ეხება, რომელიც განამტკიცებს ანდერძის თავისუფლების პრინციპს. აი, ეს თავისუფლების პრინციპი, როგორც არის ანდერძის, თქვენ რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, ასევე არსებობს 1371 მუხლი, რომელიც ავალდებულო წილს შეეხება და ხშირად მოდის აი ამ მუხლების აი რაღაც ეჯახებიან ეს მუხლები ერთმანეთს ესე რომ ვთქვათ და როდესაც დავა მიდის და საუბარია ანდერძზე როდესაც ნებას გამოხატავენ ამ დროს არსებობს სავალდებულო წილი და ცოტა არ იყოს აი კითხვის ნიშნები ისმევა და თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად სამართლიანია ეს მუხლი რა თქმა უნდა, სავსებით სამართლიანი ანდერძის თავისუფლების პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, ნების გამოვლენა უპირველეს ყოვლისა. ანდერძის ცალკრივი გარიგება, ანდერძის შედგენილი უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, პირადად მოანდერძის მიერ. პირადული ხასიათის ანდერძი და არ მოიცავს სხვა პირის რაიმე შეხვედრილი ნების გამოხატვას. მოანდერძზე შეიძლება იყოს მხოლოდ სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი. დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივი ანდერძის შედგენა. გამონაკლისია მხოლოდ როდესაც კანონი თვალისწინებს მეუღლეების ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ. რა თქმა უნდა, კარგი პრინციპია ეს ანდერძის შედგენა, როდესაც გაძლევს მესაკუთრეს, რომ შენი შეხედულებისამებრ შენი გარდაცვალების შემდეგ განკარგო შენი ქონების ბედი. აი ძალ ანდერძი რა ფორმით შეიძლება იქნეს შედგენილი ხშირად არის პრაქტიკაში თქვენც გექნებოდათ ესეთი შემთხვევები რომ მხოლოდ აი ხელმოწერილია და აქვს თუ არა მას იურიდიული ძალა ანუ შინაურული ფორმით შედგენილ ანდერძს რამდენად აქვს იურიდიული ძალა ნუ ანდერძი როგორც ვთქვით უნდა შედგენილს რომ გაითვალისწინონ უნდა იქნეს შედგენილი წერილობითი ფორმით ანდერძი დიახ და ანდერძს ადასტურებს ნოტარიუსი. მაგრამ არსებობს შინაურული ანდერძი, რომელსაც სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს, შეიძლება ანდერძი შეადგინოს მოანდერძემ და არ დაადასტუროს ნოტარიუსში. ოღონდ აუცილებელია მითითებული იყოს შედგენის თარიღი და მისი ხელმოწერა ალბათ ხო? ხელმოწერა აუცილებელია ზედ, რადგანაც აღნიშნულ ანდერძს მიეცეს კანონიერი ძალა.
შინაური ანდერძი შეადგინოს მხოლოდ და მხოლოდ მოანდერძის მიერ უნდა იყოს შედგენილი, მისი ხელით უნდა დაიწეროს და საკუთარი ხელმოწერა უნდა იყოს მასზე. სანოტარო ფორმა უფრო საიმედოა. გარკვეულ სიტუაციებში სასამართლო პრაქტიკიდან თუ კი ვიტყვით, უფრო დაცული ხარ, როდესაც ანდერძი შეადგენს მოანდერძზე, მამკვიდრებელი წერს ანდერძს და მას დაადასტურებს სანოტარო წესით. ამ შემთხვევაში უფრო დაცულია სასამართლო დავებისგან ეს ანდერძი. ანუ პრაქტიკაში ხშირად არის ესეთი შემთხვევა, როდესაც პირი შეადგენს ანდერძს და უშუალოდ ხელმოწერით და თარიღი არ არის ან პირიქით და ან და ორივე არის და მთელ თავის ქონებას უძრავს, მოძრავს, არამატერიალურ ქონებას ყველაფერს გადაცემს და უშუალოდ ერთ პირს და არსებობს სხვა კანონიერი მემკვიდრეები. ანუ ამ ყველაფერს მივყავართ აი კოდექსში ჩადებულ მუხლამდე, ეს არის სავალდებულო წილი. და ამ დროს მოდის ზუსტად ძირითადად კონფლიქტები. აი ამ შემთხვევაში დაუშვათ თუ აძლევს თუ არა სამოქალაქო კოდექსი იმ პირებს რაღაც დაცულები თუ არიან სხვა კანონისმიერი მემკვიდრეები. თუ დაუშვათ ერთ პირს გიპასუხოთ ფაქტობრივად ორი შეკითხვა იყო. ახლა ერთი რომ შეუძლია თუ რა შეცვალოს და გააუქმოს თუ არა ანდერძი. ანუ მოანდერძეს თავის სრულიებისამებრ შეუძლია შეცვალოს და გააუქმოს ანდერძი ნებისმიერ დროს და შეადგინოს ახალი ანდერძი. ანდერძი აუცილებლად უნდა მიეთითოს თარიღი. თუ კი მოანდერძემ შეადგინა ერთზე მეტი ანდერძი, ძალაშია ის, რომელიც უფრო გვიანდელი თარიღით არის დათარიღებული, ანუ რომელიც ბოლოს შეადგინა. ხოლო თუ კი არსებობს შინაურული და სანოტარო ფორმის ანდერძები, ძალაშია სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი შედგენის თარიღის მიუხედავად. დიახ. რაც შეეხება ანდერძის შინაარსს, მოანდერძეს სრულიესამებრ შეუძლია უანდერძოს თავისი ქონება ნებისმიერ პირს, მათ შორის სახელმწიფოსაც. მოანდერძეს ასევე უფლება აქვს მემკვიდრეობის გარეშე დატოვოს როგორც ერთი, ასევე ყველა კანონით მემკვიდრე, ისე რომ ამის მოტივი არ მიუთითოს ანდერძის შედგენისას. ანდერძის გახსნა და აღსრულება ხდება მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ. ანდერძის დატოვებით მოანდერძე ბევრ გაუგებრობას ააცილებს თავის მემკვიდრეებს ყოველთვის მემკვიდრეობის განაწილების დროს. დიახ, საინტერესოა ეს. და სავალდებულო წილზეც ვკითხეთ. თქვენ მეგეთი რომ სავალდებულო წილით სარგებლობს თუ არა და ვისარგებლობს სავალდებულო წილი. სავალდებულო წილის მიღების უფლებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად სარგებლობენ პირველი რიგის მემკვიდრეები. ანუ ესაც მე ჩამოვთვალე თუ ვინ არიან პირველი რიგის მემკვიდრეები, მეუღლე, შვილები, მშობლები, შვილები მათ შორის ნაშვილებიც. ესენი არიან პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებიც სარგებლობენ სავალდებულო წილის მიღების უფლებით. ეხლა ეს რადიოსვენებისათვის გასაგები რომ გახდეს, მაგალითი მოვიყვანოთ, მაგალითად მემკვიდრეებმა დაწერა ანდერძი, მემკვიდრეებს ყავს თქვათ ერთი შვილი, უფრო მარტივი მაგალითზე, არ დაუტოვა თავის შვილს ანდერძი და უანდერძა თავის მეზობელს. აღნიშნული სახლი. ასეთ შემთხვევაში შვილს აქვს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371 მუხლის თანახმად. სავალდებულო წილი არის პირველი მემკვიდრისათვის იმ ქონების ნახევარი, რაც მას კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. ანუ ესეთ შემთხვევაში მოცემულ მაგალითში ეს შვილი მიიღებს ამ სახლის ნახევარს. ანუ ანდერძი რომ არ ყოფილიყო, ის იქნებოდა მემკვიდრე, კანონით მემკვიდრე და მიიღებდა მთელ სახლს. მაგრამ რადგანაც არის ანდერძი დაწერილი მეზობელზე, მიიღებს შვილი ამ სახლის ნახევარს. ნახევარს მიიღებს ის პირი, ვისაც დაიწერა ანდერძი. ძალიან ანუ ეს ის პრინციპია, რომ ეს სავალდებულო წილის პრინციპი ის არის, რომ ქონების გარეშე არ დაჩენ პირველი რიგის მემკვიდრეები თავისი მშობლებიდან. სავალდებულო წილს ამ შემთხვევაში ეს უპირატესობა აქვს. გვარად იცავს იმ კანონის მიერ მემკვიდრეებს და ქონების და შესაბამისად ამის გარეშე რო არ დარჩნენ ეს ადამიანები. საინტერესოა სტატისტიკური მონაცემები აღნიშნულთან დაკავშირებით, ანუ დღესდღეობით საქართველოში რამდენად ხშირად იწერება ანდერძი? ეს არის საინტერესო. ადრე ვფიქრობ ალბათ უფრო ხშირად იწერებოდა ეს ანდერძი. მაქვს მე გარკვეული სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ჩატარებული იქნა, ეს მოხდა შერჩევითი პრინციპით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, რომლის შედეგებითაც 200 პირი იქნა გამოკითხული, რომელთა ასაკი შეადგენდა 50-65 წელს. გამოკითხულთა 50% არ ფიქრობდა ანდერძის შედგენაზე. საერთოდ 30% გამოკითხულთა ფიქრობდა ანდერძის დატოვებაზე, ხოლო 20%-ს კი პასუხი არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, რეალურად ცხოვრებაში კანონით მემკვიდრეობას უფრო ხშირი გამოყენება აქვს, ვიდრე ანდერძით მემკვიდრეობას. ამის მიზეზი ალბათ სხვადასხვა რამ შეიძლება არსებობდეს. პირველ ყოვლისა, მოქალაქეებს აკმაყოფილებთ კანონით მემკვიდრეთა რიგითობა შეიძლება ვთქვათ. მეორე მიზეზი შეიძლება ის დავასახელოთ, რომ ადამიანის სიკვდილზე არ ფიქრობს. სიკვდილი ყოველთვის მოულოდნელია და ყველა ვერ ასწრებს ანდერძის შედგენას.
ну ყოველ შემთხვევაში ანდერძის შედგენის პრაქტიკა ძალიან იშვიათად არ არის, მაგრამ უფრო ნაკლებია ვიდრე კანონით მემკვიდრეობის მიღება. სხვათა შორის საზღვარგარეთის კანონის გამოკითხული პირები, რომა გამოკითხული ეს 50-დან 65 წლამდე, ფაქტურად 200 გამოკითხულდაგან თითქმის არც ერთ არ ქონდა დაწერილი ანდერძი. არც ერთ არ ქონდა დაწერილი ანდერძი. საინტერესო სტატისტიკა ეს 50-დან 65 წლამდე გამოკითხული პირები არის. ზალ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე რომ მემკვიდრეობის უფლება ეს არის კონსტიტუციური უფლება და ეხლა საინტერესოა ის შესაძლებელია თუ არა აი ამ უფლების ჩამორთმევა ანუ მემკვიდრეობის უფლება ნამდვილად კონსტიტუციური უფლებაა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილია რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია დაუშვებელია საკუთრების მისი შეძენის გასხვისების ან მემკვიდრეობის მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება ეს ჩამორთმევა არ შეიძლება რა თქმა უნდა ხშირად როდესაც აი მემკვიდრეობაზე საუბრობენ რა აი არსებობს ესეთი ცნება ხო აი კანონით ვერ ჩამოვართვებ მაგრამ მემკვიდრეობა შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოს ის ზომები რომ რა თქმა უნდა შეიძლება არც იყოს უღირსი მემკვიდრეობა ხშირ შემთხვევაში შეიძლება მიიღოს ის ზომები რომ დატოვოს ქონების გარეშეც აი ეს ხო საკითხია სამოქალაქო სამართალი და განსაკუთრებით მემკვიდრეობითი სამართალი თუ ეხება არსებობს ეგეთი ცნება ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვი აი ესეთი ცნებაც არსებობს და თუ აქვთ მათ უფლებები და ეს მემკვიდრეობის უფლება ხომ არ იზღუდებათ მათ რა თქმა უნდა ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვი არსებობს ესეთი ტერმინი მაგრამ ის არის მამის მემკვიდრე და თავისი როგორც დედის ასევე მშობლების მემკვიდრეა. იგივე უფლებები აქვს. მაგრამ დავაკონკრეტეთ რომ ბავშვის დაბადების საერთო ჩანაწერში აუცილებლად უნდა იყოს მიითებული მისი მამა. ანუ მამობას თუ აღიარებს დაუშვათ ის რომ არის ჩვეულებრივ ის არის მისი მემკვიდრე. ის არის მისი მემკვიდრე. თავისი მშობლების როგორც დედის ასევე მამის. მათი უფლებები არის ჩვეულებრივად დაცული ისევე როგორც აი კანონიერი გზით გაჩენილი შვილი. საინტერესოა ასევე ისა კითხი, როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ იხსნება სამკვიდრო და მივედით სამკვიდრომდე. ანუ აი ეს ცნება სამკვიდრო თავად რას მოიცავს? ახლა ჩვეულებრივად მოქალაქეებისათვის შეიძლება ესეთი ცნება გახდათ და ეს იურიდიული ტერმინია. ანუ როდის იხსნება ეს სამკვიდრო? რა უნდა გაკეთდეს? რა უნდა მოიმოქმედონ ანუ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და რა მოქმედებებია საჭიროდ? ну სამკვიდრო რა თქმა უნდა სამკვიდრო რას მოიცავს სამკვიდრო მოიცავს უპირველეს ყოვლისა ქონებას მაგრამ მარტო ქონებას არ შეიძლება ხალხზე უხეშათაა ნათქვამი უკვე სამართლებრივად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების დღეს როცა გარდაეცვალა პირი მაშინ იხსნება სამკვიდრო მოიცავს ქონებას როგორც უფლებებს ასევე ვალდებულებებს არსებობს სამკვიდრო აქტივი არსებობს სამკვიდრო პასივი ესე იგი მემკვიდრეებს ეს კანონით მემკვიდრე იქნება თუ ანდერით მემკვიდრე იქნება ის ჩვენ ყოველდღიურად მიიღებს ქონებას რა თქმა უნდა მიიღებს ქონებას მაგრამ მიიღებს ასევე ვალდებულებებსაც, რომელიც მემკვიდრეებს გააჩნდა ამა თუ იმ პირისა, მოვალისა თუ ორგანიზაციის მიმართ. დიდი მადლობა ზალ, რეკლამა რადიო ძველი ქალაქის ეთერში ჩვენსა დაბრუნდებით. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ლუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ ლიტრიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას, კასტელ საქართველოს